მეზვერისა და ფარისევლის იგავი ყველამ ვიცით. ამიტომ მე მიგავს ახლა არ გავარჩევ, არ მოყვები და მილიონჯერ გაგვირჩევია და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებში სდევს, იცით თქვენ და წიგნებია უამრავი ამას დაწერილი. რაღაც აქცენტები მაინც მინდა გავაკეთო. მადლიერებითი ლოცვა, მოდი ბჭყალებში ჩავსვათ რა, იმიტომ რომ მადლიერებითი ლოცვა მართლა მადლიერებითი უნდა იყოს, მაგრამ ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინ, ათეულ შევსწირავ ყოვლისა მონაგებისა ჩემისა და მადლობა ღმერთო და ფარისეველი რელიგიური ადამიანის აი კლასიკური სახეა, რომელიც ცხოვრობს ზნეობრივად, კარგი სამოქალაქო პრინციპებით, პატრიოტი და ასე შემდეგ, ზნეობრივი პრინციპებით, ოჯახი და გარსემო ყველა, ანუ ვერაფერს ხინც ვერ უპოვი, ამავე დროს იგი არის განათლებული ადამიანი და ამავე დროს არის რელიგიური ადამიანი და ზედმიწევნით რელიგიური ადამიანია. სამაგალითოა. მოვაცილოთ სიტყვა ფარისეველი, რომელიც ტექნიკური ტერმინი გახდა და რაღაცა ცუდს ნიშნავს. აი წარმოგიდგენთ რელიგიური ადამიანი და თან აქტიური რელიგიური ცხოვრება აქვს და თან ღმერთს მადლობასო იმას კი არ ამბობ, რომ ჩემი დამსახური მადლობა ღმერთო შენ რომ მე ასეთი ვარ. გესმით? მაგრამ უფალს არ მოსწონს. ეს ადამიანი ხედავს იმ 1000 ხარისხოვან ჩვევებს, რომელიც მას მისი რელიგიური კულტურა აძლევს. ეს ადამიანი ხედავს იმ სიკეთის კეთების უნარს, რომელიც მისი ვალდებულებაა. ეს ადამიანი ხედავს თავის ზნეობრივ პოლიტიკურად გაწონასწორებულ სწორ ცხოვრებას და ვერ ხვდება, რომ ეს უბრალოდ ადამიანი ასეთი უნდა იყოს და არა სხვანაირი. და ეს ყველაფერი უფლისაგან მოცემული ნიჭები და წყალობაა, გულიც რო ცემს, ისიც ღვთის ხელშია. ამას ხედავს და მას რაღაცნაირად საკუთარ თავს აკუთვნებს და აქედან გამომდინარე კი არ ლოცულობს, არამედ ლაპარაკობს. სადაც წარმოაჩენს საკუთარ თავს. რელიგიური ადამიანის თვისებაა საკუთარი თავის წარმოჩენა. ამიტომ ნუ წარმოაჩენთ საკუთარ თავს. არაფერნი ხართ თქვენ და მე კიდევ თქვენზე უარესად არაფერი ვარ. გესმით? იქ სადაც პავლე მოციქული იტყვის, რომ მოვიდა ცოდვილებისთვის და ცოდვილთა შორის უპირველესი მე ვარ. ნაქელი მტვერი ვარ. ფეხით ნაქელი მტვერი ვარ, გესმით? იქ სადაც დავით მეფსალმუნე იტყვის მატლი ვარ და არა კაცი ვარ. იქ სადაც დავით აღმაშენებელი თავის ცოდვებზე ტირის, ამ დროს თეოდორე თავის თავზე ლაპარაკობს. ხო სასაცილოა.